დილამშვიდობისა საქართველო, კლავსი ამოვნებით მოგესალმებით. მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. ამინდი კი გვიწყობს ხელს რომ კომფორტულად ვიყოთ. არ ვიცი მიირთმევთ ყავას, ჩაის, ნებისმიერ შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვემგზავროთ და რასაკვირველია, დიდი ნაწილი უკვე ავტომობილებიდან. ჩვენი მიზანი ახლა ის არის რომ მიგაცილოთ სამსახურებში, მშვიდად წყნარად და წარმატებული კვირის ბოლო სამუშაო დღე გისურვოთ. ასევე შეგიძლიათ გვიყუროთ პლატფორმებზე იმედი.gr, MyVideo.gr, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე და რადიო იმედის Facebook გვერდზე. დღეს პარასკევია და როგორც ყოველ ხუთშაბათს და პარასკევს 9 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ ჩვენ საუბრობთ დილის ეთერში სპორტზე. კახა გელაშვილთან ერთად, რომელსაც სიამოვნებით მივესალმებით თქვენთან ერთად დილამშვიდობ. დილამშვიდობისა და მოგესალმებით. როგორ ხარ კახა? მადლობა. ამედიდან გამომდინარე შეგრძნება გაქვს რომ ზაფხულის პაპანაკება გწვავს, ხო? კი ბატონო. მაგრამ ესეც არ არის ურიგო. არა, რასაკვირველია, ახლა ვამბობდი დღეს ზუსტად რომ ესე იგი რომ გადახედობ ევროპას, გერმანია, ესპანეთი, ისეთი ტემპერატურაა რომ სკოლები გაჩერდნენ, ბაღები გაჩერდნენ, არ მუშაობს სერვისები, ქალაქში მუნიციპალური სამსახურები და ისეთი ტემპერატურაა ჩვენთან. შეიცვალა. ნოემბერია თუ თუმცა ეს დროებითია, იმედია და რამდენიმე ცვალებადი ღრუბლიანობა გაგრძელდება 7 ივლისის ჩათვლით და მერე ნანატრიმზეც გამოანათებს. ჩვენ სამხრეთული ქვეყანა ვართ და ამიტომ ეს მზე განსაკუთრებულად გვიყვარს და გვწყალობს კიდეც როგორც ჩანს ბევრ რამეში. ნამდვილად. დავიწყოთ სპორტზე საუბარი. ხვალ ჭირდება რომ გქონდეს ესეთი მაგარი დღე, იმიტომ რომ რაგბიში მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს და ამიტომ ხო, ამიტმაც უნდა შეგვიწყოს ხელი, რა ვიცი, ბედისწერამაც უნდა შეგვიწყოს ხელი და ჩვენმა ბიჭების მონდომებამაც შეგახსენებთ რომ დიდი რაგბი ხვალ 9 საათზე დაიწყება. მოდი ხა შენ მე მითხარი 6 ერთზე მიიღება, რამდენად რეალურად გესახება, იმიტომ რომ დაგვდეს პატივი ირლანდიელებმა და ჩამობრძანდნენ ჩვენს ქვეყანაში და პატივი დაგვდეს უნდა. მოკლედ, როგორი შაბათი გვექნება, რა შესაძლებლობებია, ეს ყველაფერი განვიხილოთ დღეს დილის. 6-ერი ეს არის რაგბის ყველა მოყვარულს მოეხსენება, თუმცა ვინც არ არის ნაკლებად არის შეხედული, ვთქვათ რომ ეს არის ყველაზე პრესტიჟული სანაკრებო ტურნირი ევროპაში, ევროპის მასშტაბით, სადაც მონაწილეობენ ბრიტანული ქვეყნები. პლუს საფრანგეთი და იტალია. 4 ბრიტანული, ინგლისი, შოტლანდია, უელსი, პლუს ირლანდია და როგორც უკვე აღნიშნეთ, ჯერ საფრანგეთი მიიღეს, თავიდან 4-ერი იყო, მერე 5-ერი გახდა და შემდეგ უკვე იტალია. ჩვენ გვაქვს პრეტენზია, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი დიდი სურვილია რომ ჩვენმა ნაკრებმა თამაშოს ამ დიდ ტურნირზე, რამე თუ მეორე ევროპული ტურნირი, რაგბი ევროპის ჩემპიონატი ჩვენთვის საქართველოს ნაკრების უკვე ასე რომ ვთქვათ, განვლილი ეტაპია, თუმცა გვიწევს ისევ იმ გუნდებთან ჭიდილი, იგივე ვთქვათ, რუმინეთი, პორტუგალია, ესპანეთი, გერმანია, რუსეთი აღარ არის ახლა, აღარ აძლევენ თამაშს, ამ გუნდებთან, სადაც მუდმივი ფავორიტია საქართველოს ნაკრები, რამდენჯერმე გაგვიჭირდა თუნდაც იგივე პორტუგალიასთან, თუმცა როდესაც გადამწყვეტი მატჩი დგება, გადამწყვეტი მატჩის დრო, იქ საქართველოს ნაკრები ამ გუნდებთან მიჩამოთვალეთ არის გამოკვეთილი ფავორიტი. რაც შეეხება 6 ერს, აქ ეს უპირველეს ყოვლისა აღნიშნოთ, რომ ეს არის კომერციული ტურნირი, ანუ 6 ერის მფლობელები ძალიან ბევრ კომპონენტზე აკეთებენ გათვლას, უპირველესი აქ რა თქმა უნდა სპორტული შეჯიბრება, მაგრამ არის ასევე ფინანსები, ბილეთის ფასი ძალიან ძვირი ჩვენთვის, ჩვენნაირი ქვეყნები და პლუს ამას ტერიტორიული სიშორე, თქვათ იყო ესეთი წერილი თვითონ 6 ერის ოფიციალურ ვებგვერდზე, რომ მაგალითად ინგლისელ მორაგბეებს, იგივე უელსელებს ურჩევნიათ რომში ჩავიდნენ იტალიასთან სათამაშოს, ვიდრე შედარებით უფრო შორიულ საქართველოსშიო. თუმცა ეს მათ არავინ კითხავთ თუ რატო ეზარებათ გადაადგილებოთ? ხო, შორია და თან ეხლა კი სპორტსმენებიც და ბევრი თქვა სხვა სფეროს მოღვაწეებიც წარმოდგენა არ აქვს საქართველოს, არის იციან, მაგრამ თქვა აი რა ქვეყანა, რა იციან რომ პოსტსაბჭოეთია და თქვა ცოტა შორეულია მათთვის. გარდა ამისა არის კიდევ რა თქმა უნდა ის 6 ერი მაღლა დგას ძალიან ეს სარაგბო ქვეყნები
ჩვენთან აი ხვალინდელი მატჩის მოლოდინი მე ძალიან დიდი მაქვს, ძალიან მითველოდები ირლანდიასთან თამაშს, თუმცა ის უნდა აღინიშნოს, რომ ირლანდიას დაახლოებით 15 წამყვანი მორაგბე არ ეყოლება ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები, ესეთი ნაკრებთან ნაკრებია, სადაც აი ამ 4 ქვეყნის საუკეთესო მორაგბეები არიან შეკრებილები და ავსტრალიურ ტურნეში მიემგზავრებიან და იქ არიან წასულები და შესაძლებელი შემადგენლობით არის ჩამოსული ირლანდია, მაგრამ მაინც ირლანდია ძალიან ძლიერია. ჩვენც დაგვაკლდება რამდენიმე წამყვანი მორაგბე, ბექა გორგაძე არ იქნება, გელა აფრასიძე, სერგო აბრამიშვილი, ასევე დავით გოგიჩაშვილი არ იქნებიან. ტრამვების გამო ბექას აღინაძე უკაპიტნებს საქართველოს ნაკრებს ხვალინდელ მატჩში, როგორც უკვე აღნიშნე 21 საათზე დაიწყება ეს შეხვედრა ვაკეში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე. ასე რომ ეს რაც შეეხება ექვსერში მიღებას, ეხლა გამახსენდა ჩვენი ძალიან კარგი სარაგბო მოღვაწის რაგბის კომენტატორის ნიაზ მამრიკიშვილის სიტყვები ჩვენთანაც იყო სტუმრად 2017 წელს, როდესაც საქართველოს მასპინძლა 20-ლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს და ჰქონდა გადაცემების ციკლი. მე ვუთხარი, რომ ერთ-ერთ ინტერვიუში ბრძანა მეთქი საქართველოს ნაკრების მიღება ექვსერზე და შეიძლება მეთქი, რომ გაემეორდა კიო და ესეთი რაღაც თქვა, რომ ნატოში უფრო იოლად მივიღებენ ვიდრე ექვსერზე. კარგი. ესეთი ნახევრად ისე დაიწყე მეგონა. გენიალური ფინალი უნდა ყოფილიყო. ეს ნახევრად ხუმრობით, რა თქმა უნდა, იმდენად რთულად მოსჩანდა მაშინ 2017 წელს, მაგრამ ეხლა უკვე აი ირლანდიასთან ესეც ტესტიც თავის მხრივ ერთ-ერთი ტესტია, რომ გამოჩნდეს. აღნიშნოთ, რომ მესამე ქვეყანაა ირლანდია ელიტური სარაგბო ქვეყნებიდან, რომლებიც ჩვენთან თამაშს განიზრახეს შოტლანდიის და იტალიის შემდეგ. აი როგორ წარმოვაჩენთ თავს, როგორ ვაჩვენებთ იმ პერსპექტივას, რომ 6 ერის წარმომადგენელთან ღირსეულად ვითამაშოთ, ესეც იქნება ძალიან ბევრი ვარიანტები მუშავდება, იგივე თქვა 6 ერზე ბოლო ადგილზე გასული, შეხვდეს თქვა ევროპის ჩემპიონი, რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულს გადათამაშება გაიმართეს და მათ შორის გამარჯვებული დაწინაურდეს 6 ერზე. თქვათ, ანუ იტალია მუდმივი აუტსაიდერი აქ და თქვათ იტალიასთან მოგიწევს და იტალიასთან თავისუფლად შეიძლება თანასწორად ჯახი და მოკლედ არის პერსპექტივები ხა ეს ნახევრად ხუმრობით, თუმცა თითქმის ესე იყო, რომ კომერციულ ტურნირში შენ იმიტომ რომ ძალიან კარგი გუნდი ხავს, თქვათ, ძალიან უყვართ რაგბი შენს ქვეყანაში არ არის საკმარისი. სხვა კიდე ბევრი. კარგი, მოდი ხა იმაზე ვისაუბროთ, სანამ შემდეგ თემაზე გადავალთ. რა არის მაშინ საკმარისი იმისთვის, რომ შენ შეძლო ბოლომდე და სრულფასოვნად წარმოაჩინო შენი შესაძლებლობები კონკრეტულ სპორტის სახეობაში. ამ შემთხვევაში მოდი რაგბიზე საუბრი დავიწყოთ. კარგია, როცა გულშემატკივარი ყავს, კარგია, როცა კომაგობენ. არც გაბარეტების შესაძლებლობები და ფორმაში ყოფნა აკლია ჩვენ ბიჭებს. სხვა რა შეიძლება კიდე იყოს დამატებითი კომპონენტი, ვთქვათ, გარკვეული ისტორია, ვთქვათ, ისტორია გვაქვს, ხო, ტრადიციები გვაქვს. ლელობურთიდან მოდის, კი, ცოტა განსხვავება, მაგრამ გვაქვს ჩვენ რაგბის ჯერ კიდე საბჭოთა კავშირის პერიოდში ჩვენი გუნდები, იგივე ქუთაისის აია მანამდე სამშენებლობის კომბინატის გუნდი ერქვა, მუდმივად ლიდერებში ტრიალებდა და ყველას უჭირდა საქართველოში თამაში. მაშინ რუსული კლუბები დომინირებდნენ უფრო, რაგბი არ იყო იმ დონეზე საბჭოთა კავშირში განვითარებული და ზოგადად მაშინ განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა. პრინციპში დღესაც ბევრ ქვეყანაში ეგრეა, ჩვენთანაც უფრო ოლიმპიურ სახეობებს დიდი რაგბი 15 კაცა რაგბი არ იყო ოლიმპიური სახეობა მაგ პერიოდში, ეხლაც მხოლოდ 7 კაცა რაგბია. და საქართველოს გარდა რაგბი საბჭოთა კავშირის მასშტაბით აი ამ დონეზე პოპულარული შეიძლება ითქვათ არსად არ ყოფილა საქართველოს და დარჩა ასე. ტრადიცია, როგორც შენ აღნიშნე, მონდომება და ის იგივე ბაზები, ის ინფრასტრუქტურა, რაც ბოლო წლებში გაკეთდა, საოცარი, თვითონ ეს უცხოელებიც რო ჩამოდიან, გაკვირვებულები რჩებიან და პლუს ამას ასევე რა თქმა უნდა ლეგიონერები საფრანგეთის ლიგებიდან, როგორც უმაღლესი დივიზიონი, ასევე მეორე დივიზიონის და სხვა ლიგებშიც უამრავი ქართველი თამაშობს. არიან, რა თქმა უნდა, სპეციალური
დამკვირვებლები, სკაუტები ეწოდებათ, რომლებიც ახალგაზრდული ასაკიდანვე ჭაბუკ ასაკის მორაგბეებს აკვირდებიან ქართველებს და შედა ინგლისურ ლიგებში, ბრიტანულ ლიგებში ყავს წარმომადგენლები ასეთი პატარა ქვეყნისთვის ამდენი ლეგიონერი ასეთ წამყვან სარაგბო ლიგებში შეიძლება ითქვას არც არავის არ ყავს. ჩვენაერ მე ვამბობ ჩვენ ტიერ 2-ის ქვეყანა ეგრე უწოდებენ მეორე რანგის სარაგბო ქვეყანას არის უმაღლესი რანგი ეს ჩამოვთვალეთ პლუს სამხრეთ ნახევარსფეროში იქ საერთოდ ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა. მოთაშორის სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება ხვალინდელი მატჩის შემდეგ საქართველოს ორაგბეთა ეროვნული ნაკრები, სამხრეთ აფრიკა მსოფლიო ჩემპიონია, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი და აფრიკელებთან მოგვიწევს იქ თამაში ივლისში გაიმართება ეს სამივე შეხვედრა. ასე რომ საკმაოდ საინტერესო ივლისი ველოდება. აი ეს არის რა თქმა უნდა მთავარი და უპირველეს ყოვლისა რა თქმა უნდა თვითონ ეს ზოგადად მარტო რაგბს და სპორტს არ ეხება ნებისმიერ სფეროს სიმშვიდე და სპორტისტვის და იმ უცხოელებისთვის მიმზიდველი დღესდღეობით რომ ვუყურეთ ახლა ვიც ყავს სანამ ყავს სანაცნობოში თქვა იქ ტუროპერატორები არიან თუ ვინც არიან ძალიან დიდი მოთხოვნაა საქართველოსზე ერთ-ერთი რაღაც მშვიდობის კუნძულივით დღესდღეობით ევროპაში და ესეც რა თქმა უნდა დადებით პრინციპში სერიოზული კრიზისებია და ზუსტად ეს არის სალაპარაკო როა ხოლმე კარგად ვიცით და მოკლედ მადლობა დღეს ოსლამდელები თამაშობენ ხო ამ თემაზეც გადავიდეთ მაგრამ მანამდე მინდა ვისაუბროთ იმაზე რამდენად მნიშვნელოვანია მხარდაჭერა ნებისმიერი ვთქვათ გუნდისთვის ნებისმიერი სპორტსმენისთვის რაღაცნაირად ავანთოთ შევამზადოთ რომ ხვალ შეიძლება წვიმიანი ამიდიც იყოს მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც ნუ დაგეზარებათ და საღამოს 5 საათიდან იწყება ეს პროცესი რომელიც 9 საათზე უკვე თამაშის დაწყებით დაგვირგვინდება როგორც ვთქვით და რაღაცნაირად გამოხატოთ ჩვენი ემოცია იმიტომ რომ ეს არის გადამდები ეს ძალიან ჭირდებათ ხოლმე სპორტსმენებს და ჩვენ კარგად გამოგდის რაც აბსოლუტურად გეთანხმები დავით მოწოდება ამას ალბათ ყველა ვისაც ხელეწიფება რადიო იქნება ტელევიზია თუ ვთქვათ პრესის სხვა ბეჭდური მედია მოვუწოდოთ რომ გულშემატკივარი მივიდეს გულშემატკივარი ხოლმე ძალიან ბევრი იქნება ტევა არ იქნება დარწმუნებული ვარ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მაგრამ ნებისმიერ თამაშზე საერთაშორისო იქნება ეს თუ შიდა ჩემპიონატი იქნება მარტო რაგბზე არ არის საუბარი ფეხბურთზე კალათბურთზე ადადის ხალხი შიდა ჩემპიონატებს გულისხმობ არ არის ზოგჯერ არის ხოლმე კი ისეთ დღეებშია შუა კვირაში თქვათ მაგრამ შაბათ-კვირას როდესაც არის საშუალება რომ მივიდეთ მარტო გულშემატკივრობა არ არის რა თქმა უნდა აქ არის სპორტის განვითარება გულშემატკივრის გარეშე ვერც ერთი სპორტი ვერ გაიზრდება ვერც სპორტსმენი ვერც თვითონ უშუალოდ ეს გადაერთი ჯაჭვია რა მრავალი რგოლებით თუ არ იქნება თქვათ გულშემატკივარი სტადიონზე თუ არ იქნება შესაბამისი გაშუქება ეხლა ირლანდიასთან თამაშს ხვალინდელს აქვს არნახული გაშუქება და როდიდან მაისიდან თუ როცა გავიგეთ რომ გაცნობილი გახდა რომ ირლანდიამ გადაწყვიტა თბილისში ჩამოსვლა იმის შემდეგ უკვე მიდის ტელეკომპანია იმეც მიადევნეთ თვალყური და იხილეთ ეს ყოველივე ჩვენთან ეთერში 20 წლამდე ასაკზე ამბობდი და იტალიაში მიმდინარეობს 20 წლამდელთან მსოფლიო ჩემპიონატი ეს არის სანაკრებო ფორუმებს შორის რანგით მეორე ტურნირი არის მსოფლიო თასი, სადაც მონაწილეობენ იგივე ირლანდია, ახალი ზელანდია, საქართველოს უცვლელი მონაწილეა, ბოლო წლებია, ბოლო ჩემპიონატებია და რანგით მეორე ტურნირი არის 20 წლამდელთა მსოფლიო თასი, რომელსაც იტალია მასპინძლობს, აქაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები უცვლელი მონაწილეა და აი დღეს მეორე ტური და ჩვენი მეტოქეა ახალი ზელანდიის 20 წლამდელთა ნაკრები ნებისმიერ ასაკში ახალი ზელანდია არის ფავორიტი და ლიდერი, ნუ რაგვი აქ სხვა დონეზეა. ქალაქ ვიადანაში გაიმართება ეს მატჩი 20 საათზე დაიწყება დღევანდელი შეხვედრა, რაც შეეხება პირველ ტურს საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ირლანდიის ახალგაზრდულ ნაკრებთან წააგო 28-35 ესეთ თანაბარ ბრძოლაში და 2 ბონუს ქულა აიღო ჩემმა ნაკრებმა 4 ლელოს გატანისთვის, 4 და მეტი ლელოს გატანისთვის ერთი პრემიალური ქულა ეწერება და პლუს
8 ქულაზე ნაკლები მარცხისთვის 7 ქულით წავაგეთ 28-35, ანუ 2 ქულა გვაქვს. დღეისათვის პირველი ტურის შემდეგ არის ცვლილება საკმაოდ სერიოზული, როგორც ძირითადში, ასევე მარკაპაში, სათადარი გოთაშორის, ამაზე მე ვისაუბრებ მე ერთ გამოშვებაში. რაც შეეხება პირველ ტურს, როგორც უკვე აღნიშნეთ, საქართველოს ნაკრებმა დათმო ირლანდიასთან, ჩვენი მეტოქე, რომელიც დღეს ახალი ზელანდია, ერთ-ერთი ლიდერია ჯგუფისა, ზელანდიელებმაც მოიგეს, ოღონდ ბონუს ქულის გარეშე პირველ ტურში ზელანდიამ მასპინძელი იტალიის ახალგაზრდული ნაკრები დაამარცხა 14-5. დღეს მეორე შეხვედრა ირლანდიისა და იტალიის ნაკრებ გუნდებს შორის გაიმართება. რაც შეეხება დღის უდავოდ ცენტრალურ შეხვედრას ოსლანდელთა შორის, ეს აჯგუფში სამხრეთ აფრიკა ინგლისის მატჩია, ორივე ნაკრებმა დიდი უპირატესობით მოიგო პირველ ტურში და დღეს ერთმანეთს შეერკინებიან. ასე რომ წარმატებები ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებს, ოსლანდელთა გუნდს და იმედია გაგვახარებენ დღეს კარგი თამაშით, პირველ რიგში კარგი თამაშით, ახლა All Blacks-თან, ახალ ზელანდიასთან მოგება ნებისმიერ ასაკობრივ ხო, აი ერთია რომ მოგება რასაკვირველია, გინდა გჭირდება და ამისთვის ხარ სპორტსმენი, მაგრამ მეორეა გაითვალისწინო აუდიტორია, თუნდაც იმ პრიზმაში, რომ ანახოს ანახაობა, ასე ვთქვათ და ეს იყოს რაღაცნაირად თვალის მომჭრელი, ემოციური, შტაბეჭლებებით სავსე და ჩვენ არაერთი ვთქვათ მატჩისთვის გვიდევნებია თვალყურებისაც გვითქვამს რა ის საოცარი თამაში იყო და ამით მივიღეთ სიამოვნება. გეთანხმები. მსოფლიოს ოსლანდელთა ჩემპიონატზე მარტო მონაწილეობა ეს არის ძალიან დიდი წარმატება. ფაქტობრივად ელიტაში გიწევს გამოსვლა. მარტო ოსლანდელებზე არ არის საუბარი, იგივე დიდ მსოფლიო ეთაზე, სადაც საქართველოს ნაკრები უცვლელი მონაწილეა. თუმცა უკვე იმ დონეზე გაიზარდა ჩვენი ნაკრები, ჩვენი რაგბი ზოგადად, რომ მხოლოდ მონაწილეობა უკვე საკმარისი აღარ არის და უკვე მოლოდინი გვაქვს და ვითხოვთ გულშემატკივარი, რომ დიდი გუნდებიც თანაბრად ვიბრძოლოთ. ხვალინდელ დღეზე ვიტყვი ძალიან მოკლედ დათო, საქართველოს ირლანდიის მატჩის გარდა რაგბის მოყვარულებს ეცოდინებათ, შევახსენოთ, არაერთი ტესტ მატჩია ძალიან საინტერესო, განსაკუთრებით ერთი შეხვედრა, რომელიც ხვალ დღის 11 საათზე დაიწყება, ახალი ზელანდია საფრანგეთი, დანიდინში შედგება ეს მატჩი. კიდევ ერთი საინტერესო მატჩია, ლაბატაში არგენტინა ინგლისი, ეს უკვე დღის ბოლოს 23 საათსა და 40 წუთზე დაიწყება არგენტინული დაპირისპირება და კიდევ არის იგივე სამხრეთ აფრიკა, იტალია დაპირისპირება, თუმცა ჩვენთვის თავარი რა თქმა უნდა საქართველოს ირლანდიის მატჩი, რომელიც ხოლო 21 საათზე დაიწყება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე. კი ბატონო. ჩოგბურთზე გადავიდეთ. ხო, სახე კი შეგეცვალა, მაგრამ რას იზავ. მოკეთ ბასილაშვილმა დასანანად წააგო, მე გული ძალიან დამწყდა და შენც დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვისაუბრეთ ამ დღეების განმავლობაში წინა კვირაში გუშინაც, რომ განსაკუთრებულად რაღაცნაირად იმედები გქონდა, რომ წინ წავიდოდით, რა ჩვენა ამ წელმა მის კარიერაში და რა მოხდა რეალურად ეს. ეხლა უიმბლდონი, როგორც ვიცით, არის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი იმ ტურნირებს შორის, რომელიც თამაშდება სეზონის განმავლობაში. უიმბლდონზე ნიკა გამომდინარე მისი სარეიტინგო მაჩვენებლებიდან ასეულს მიღმა, პირდაპირ ძირითად ბადეში ვერ მოხვდა. ძირითად ბადეში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა მოუწია, სადაც 3 მატჩი მოიგო, 3 მეტოქე დაამარცხა, გავიდა ძირითად ბადეში, შეხვდა იქ მსოფლიოს მე-7 ჩოგანს, ასევე იტალიელ ლორენცო მუსეტის და ბრწყინვალის სტილში დაამარცხა 4 სეტში. და თავიდანვე ჩვენ აღვნიშნეთ კიდევაც ერთ-ერთ გამოშვებაში და იწერებოდა კიდევაც თვითონ უიმბლდონის ოფიციალურ ვებგვერდზე, რომ ეს იყო ერთ-ერთი სენსაცია უიმბლდონის საწყის რაუნდში, როდესაც ფავორიტ მე-7 მსოფლიოს მე-7 ჩოგანი გამოვაგდო 100-ს მიღმა ყოფმა ჩოგბურთელმა. დიდი მიღწევა. შემდეგი მეტოქე ასევე იტალიელი ყავდა გუშინ ნიკას, თუმცა რანგით ოდნავ დაბალი, შედარებით 56-ე ნომერი იყო და ჰქონდა იმედი, რომ მასაც დაამარცხებდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა. ლორენცო სონეგოსთან 4 სეტში დამარცხდა ნიკა, ასე თქვა ტერმინი გვიან შევიდა თამაში, პირველი სეტი 1-6, მეორე სეტი 3-6, უკვე 2-0 წაიყვანა
სონეგომ ერთი სეტი გააკლა და მესამე სეტი ნიკა მოიგო ტაიბრეიკზე 7-6, ტაიბრეიკის ანგარიში 7-3 გახდათ. და მეოთხე სეტი დაიწყო და იქაც ტაიბრეიკამდე მივიდა საქმე, გაჩნდა იმედი, გავიშტო ეხლა უყურებდით, არაფრით ნაკლები არ იყო, არაფრით არ ჩამოვარდებოდა მეოთხე სეტში, ნიკა, ანუ ის ტაიბრეიკიც რომ მოეგო, 6-7 წააგო. აი მეხუთე სეტში რა მოხდებოდა, არავინ არ იცის. აი ეს ჩაგდებული პირველი ორი სეტი გამოდგა გადამწყვეტი და საბოლოოდ დამარცხდა ნიკა, აღნიშნოთ რომ კარიერის პიკზე ვასილაშვილი იყო მსოფლიოს მე-16 ჩოგანი, ძალიან შორს არის რა თქმა უნდა ეხა ეს პოზიცია მისგან. აი გუშინდელი უბრალოდ წინა გამარჯვების შემდეგ, მუსეტისთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ არის ეგრეთ წოდებული live rating, ცოცხალი რეიტინგი, რომელიც ორშაბათობით განახლდება ოფიციალურად გამოდის. დღესდღეობით 109 ადგილზეა ნიკა. გუშინ რომ მოიგო უკვე ასეულში შევიდოდა. ყველაზე ცოტა მე-100 ადგილზე იქნებოდა. მოკლედ მარცხი 4 სეტში ნიკა ვასილაშვილი ასრულებს წლევანდელ უიმბლდონზე ძირითად ბადეში გამოსვლას, თუმცა მისი გამარჯვება მუსეტისთან პირველ წრეში რა თქმა უნდა შტამბეშტავი იყო, ძალიან გაგვახარა და რას ვიზავთ ახლა? ასაკი 33 წლის არის ვასილაშვილი. ნებისმიერი ადამიანის მარტო სპორტსმენის არა ცხოვრებაში არის მომენტები, რაც უარყოფით ზეგავლენას ახდენს მის როგორც სპორტულ კარიერაზე, ასევე პირად ცხოვრებაზე იყო ხა ის არ არის სასაუბრო ტრაუმები, გაუთავებელი ტრაუმები და საბოლოოდ ამ ყველაფერმა მიიყვანა ნიკა აი ეს რომ ასეულს მიღმა იმყოფება დღესდღეობით. კი ბატონო და ბოლოს მინდა გადავიდეთ ამერიკაში მიმდინარე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზეც, მეოთხე ფინალი იწყება დღეს გვიან ღამე. ხუჩა და პესაჟე როდის ითამაშებს რო გითხრა და შევახსენოთ ჩვენს გულშემატკივარსაც მაყურებელსაც. დღეს მეოთხედფინალური პლეიოფი იწყება მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე, რომელსაც როგორც შენ აღნიშნე, ამერიკის შეერთებული შტატები მასპინძლობს. ფლუმინენსე, ბრაზილიური საფეხბურთო კლუბი, საუდის არაბეთის ალ-ჰილალს შეხვდება, გუნდს, რომელმაც პირველი პლეიოფის პირველი ეტაპიდან 11 არცნაკლები მანჩესტერ სიტი გამოაძევა, ხოსე გვარდიოლას გუნდი, ერთ-ერთი ევროპული გრანდი, სენსაციათან გაუტანა 4 გოლი, 4-3 მოიგო და ეხლა ხდება ფლუმინენსეს, აქ ფლუმინენსე მიიჩნევა ფავორიტად, თუმცა არაფერია ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ეს გარანტირებული არაფერი. არაფერი არ არის კი, მით უმეტეს ასეთ ტურნირზე. ევროპულ კლუბებს აღნიშნოთ ისიც რომ მომხანცველი ურთულესი სეზონის შემდეგ უწევთ თამაშ ფაქტობრივად დასვენების გარეშე ეს ტურნირი დამთავრდება და სადღაც ერთ თვეში თვენახევარში უკვე ეროვნული ჩემპიონატები იწყება, ანუ რაღაც არაადამიანური დატვირთვით უწევთ აი ესეთი ელიტური კლუბების ფეხბურთელებს, მათ შორის ხოდაშორის ხვიჩასაც, აგერ საფრანგეთის ჩემპიონატი მოიგო, საფრანგეთის თასი მოიგო, ჩემპიონთა ლიგა მოიგო და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე გამოდის და აქაც ფავორიტია და ბევრი ექსპერტი მიიჩნევს რომ PSG მოიგებს ამ ტურნირს, თუმცა ეს ნახოთ, რაც შეეხება უშუალოდ PSG-ს თამაშს, ხუჩა კვარაცხელიას გუნდი ხვალ ითამაშებს 20 საათზე იწყება მიუნხენის ბაიერნი ამეტოქე, ანუ ხვალ პარალელურ რეჟიმში მოგვიწევს PSG ბაიერნის თვალის მიდევნება და თქვათ მიხეილ მესიძე რამდენი მოწყობილობა უნდა ქონდეს ბოლო-ბოლო სახში, რომ ყველაფერი ერთდროულად აკონტროლო. ხო, ხვალ დილის 3 ტელეფონი და 5 ტელევიზორი ალბათ. ხო, ნუ რაღაცნაირად, მაგრამ ვერ მე მქონია სახში ახლა, რომ ერთი თქვათ ტელევიზორში უყურებ ერთ მატჩს და კომპიუტერში ვიყურებ, მაგრამ ნორმალურად ვერც ეს ვერ ვუყურებ. რა თქმა უნდა. თან ხო სიამოვნებაც გინდა მიიღო ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ როცა ორი ძალიან საინტერესო მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე ერთდროულად ხდებოდა ხოლმე მატჩების ხდება ეს არ ვიცი რატო აკეთებენ. თქვათ მიდის მეოთხედფინალის ორი შეხვედრა და პარალელურ რეჟიმში ორივე იწყება 11 საათზე, ორივე ძალიან გაინტერესებს და ხო შეიძლება თქვათ 2 საათით გვიან დაიწყოს იქ რომ გულშემატკივარმა ნორმალურად შეძლოს, მაგრამ არ ვიცი ხა რაზეა გათვლები აკეთებენ. მოკლედ, ხვალ დილის 5 საათზე პალმეირასი ჩელსი, მეორე მეოთხედფინალური მატჩი მსოფლიო ჩემპიონატზე და ხვალვე ოღონდ საღამოს 20 საათზე PSG ბაიერნი. ხუჩა კვარაცხელიას მორიგ კარგ თამაშს, მორიგ გოლს მაინც ველოდებით. ბავარიული შეიძლება ენამ გიყივლა. და რეალი დორტმუნდით ამით დამთავრდება ხვალ ღამის 24 საათზე დაიწყება ეს ბოლო მეოთხედფინალური შეხვედრა. აი ეს რაც შეიძლება და ასე მოკლედ, კიდევ თუ
კიდევ არის ძალიან ბევრი საინტერესო თემები. ამასობაში ნახევარი საათი გავიდა და ახლა დავასვენოთ ჩვენი მსვენელიც და მაყურებელიც, ჩვენც დავისვენოთ, ჩვენ მოემზადეთ 11 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ მათთან შესახვედრად. მე კი ასევე შენ შემდეგ შემოვალ ეთერში და კარგ ამბავზე ესაუბრები ჩვენს მსვენელს და მაყურებელს. რასაკვირველი არ დაგვაუწყდეს მადლობა, რომელსაც ისინი იმსახურებენ განსაკუთრებულად და გამორჩეულად. მადლობა რომ იყავი შენც ჩვენთან ერთად. მადლობა. დროებით დაგემშვიდობებით და იმედი მაქვს რომ შემდეგ კვირასაც ჩვენ გვექნება შესაძლებლობა აი ტურისტები ახსენე და ზაზა რომელიც შენი თანაწამყვანია ხოლმე პირდაპირ თავის ასე ვთქვათ ყოველდღიურობაზე გრძნობს ამ ტურისტების რაოდენობის მატებას მეორე არაჩვეულებრივ პროფესიას ემსახურება ის და ასე გვიწევს ჩვენს ხორზე საუბარი. ნებისმიერ შემთხვევაში ორი შენთანაც და ზაზასთანაც აი რაღაც ისე უცბად გადის ხოლმე დრო აი სპორტზე სასაუბრო საინტერესო მიმდინარეობს საუბარი ალბათ ავიცი მსვენელიც დამეთანხმება. იმედი დავიტოვოთ რომ ხომ მსვენელიც აგვეთანხმება. მადლობა მოკლედ. მადლობა მომავალ შეხვედრამდე. დროებით დაგემშვიდობებით.